ქართული ოცნების პარლამენტმა დაჩქარებული წესით საზოგადოების ჩართულობის, პროფესიული წრეების, არქიტექტორების, ურბანისტების, რესტავრატორების, კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტების და რაც მთავარია, იმ მოსახლეობის გარეშე, რომელსაც უშუალოდ ეხება ეს პროცესი, ლიცენზიებისა და ნებართვების კანონში მიიღო დამატებითი ცვლილება, რომლის საფუძველზეც ხდება ის, რომ კულტურულ მემკვიდრეობაზე სამშენებლო ნებართვებს აღარ გასცემს ეროვნული მთავრობა და ეს კომპეტენცია სრულად გადავიდა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელში. მართალია ამ რეჟიმის პირობებში მაინც, მაგრამ დამატებითი ფილტრი იყო ეროვნული მთავრობის კომპეტენცია ამ მიმართულებით და ამ შემთხვევაში უკვე თბილისის საკრებულო, რომელსაც არანაირი დამოუკიდებლობის ხარისხი, არანაირი თავისუფლების ხარისხი არ გააჩნია, იქცა იმ ორგანოდ, რომელმაც უნდა განსაზღვროს ნებართვები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, ეს არის უდიდესი რისკის შემცველი და საფრთხის შემცველი, რადგან თბილისის საკრებულოს დღეს არ შესწევს იმის უნარი, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს გავლენიან პოლიტიკურ და ბიზნეს ინტერესებს. ამიტომ ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, რომელმაც შესაძლოა რომ კიდევ უფრო დაამახინჯოს თბილისის იერსახე, ანუ იმ სისტემამ, რომელმაც აქამდე მოიყვანა თბილისი. ფაქტობრივად ურბანული გენოციდი მოაწყო ქალაქში და რკინაბეტონის ხაფანგა და ლაბირინთად აქცია აქაურობა, სწორედ ამ სისტემამ უნდა გადაწყვიტოს დღეს ამას იქით კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლებზე სამშენებლო ნებართვების გაცემა. განვითარებულ ქვეყნებში ეს ხდება მრავალსაფეხურიანად, იქ არამარტო ადგილობრივი თვითმმართველობა, ამაში ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტები, პროფესიული წრეები, დამოუკიდებელი საბჭოები და გადაწყვეტილება მიიღება მრავალსაფეხურიანად. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას მიიღებს მხოლოდ კახა კალაძე, თბილისის მერია და თბილისის საკრებულო, რაც კიდევ ერთხელ ვამბობთ, არის უდიდესი რისკი, რომელმაც შეიძლება დააზიანოს ჩვენი ისტორიული იერსახე, ჩვენი ქალაქის და კულტურული მემკვიდრეობა.